პიროვნული ზრდა. ასეთი მოდური სიტყვა ახლა აქტუალური და რას ნიშნავს ეს პიროვნული ზრდა? მოდი, შეაჩერე ვიდეო, დაფიქრდი და დამიწერე კომენტარებში, რას ნიშნავს ეს შენთვის. ჩემს სამუშაო ადგილას ვზივარ, მუშაობ, მუზა მოვიდა და მეთქი ბარემ ჩავწერ თქო ვიდეოს. იმედი უპასუხეთ უკვე და ახლა ჩემს პასუხს გაგცემთ. პიროვნული ზრდა, ანუ გაიზარდო როგორც პიროვნება. რისგან შედგება? შეიძლება მრავალმხრივი იყოს ეს მუშაობა. პირველ რიგში საკუთარი თავის შემეცნება, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების აღმოჩენა. შემდგომ პიროვნული ზრდა ეს არის გარკვეული უნარების განვითარება, რომელსაც აღმოაჩენ, რომ გჭირდება შენი მიზნებისთვის, შენი ბედნიერი ცხოვრებისათვის და სწორედაც ამ უნარებზე მუშაობა, ამ უნარების განვითარება, ახალი უნარების ათვისება, ძველების გაღრმავება და ამავ დროს მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლება. აქვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციონალური ინტელექტს, იმიტომ რომ ემოციები არის ის, რაც ჩვენ გვმართავს, გვაძლევს მოტივაციას, ამ პირიქით გვართმევს და საკუთარი ემოციების შეცნობა, გაგება, აღმოჩენა თუ რა იწვევს ამ ემოციებს, ჩვენი ჰორმონალური ფონი და ემოციები უშუალო კავშირშია ერთმანეთთან და შეძლებს და გვარად საკუთარი ემოციონალური ფონის მართვა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და დიახ, პიროვნულად ზრდასრული ადამიანი თავის ემოციებს იცნობს და შეუძლია მათი მართვა. მაგრამ ემოციების მართვაში ხშირად იგულისხმება ხოლმე ეს საყოფაცხოვრებო ენით რომ ვთქვათ, ემოციების დათრგუნვა. ანუ რაღაცაზე გავმწარდი, გაუბრაზდი, მეწყინა და ეს არ გამოვავლინო. არა ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის ემოციონალური ინტელექტი და ეს არ არის ემოციების მართვა. იმიტომ რომ დათრგუნული ემოცია ის შიგნიდან გვანგრევს. ფსიქოლოგიაში ასეთი რამ სრულიად მიუღებელია. არამედ აქ ემოციების მართვაზე, როდესაც საუბრობთ, საუბარია იმაზე, რომ ემოცია არც კი წარმოიქმნას შენში, ის ნეგატიური ემოცია, რომელიც ადრე იქმნებოდა. რატომ? როგორ იქმნებოდა? ჩნდებოდა და როგორ მოვახერხოთ, რომ ეს არ მოხდეს. აი, ეს არის ჭეშმარიტი ემოციონალური ინტელექტი და ჭეშმარიტი პიროვნული ზრდა და ზრდასრულობა. და კიდევ ბევრი სხვადასხვა ელემენტისაგან შედგება პიროვნული ზრდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში, მე თუ მკითხავთ, ეს არის ნებისყოფა და დისციპლინა და უნარი საკუთარ თავს მისცე მოტივაცია. და სწორედ აი ამ ფარგლებში და აი ამ კუთხით პიროვნულ ზრდაზე შემოგთავაზებთ პროგრამას, რომელიც შედგება 3 პროგრამისგან, აქ მიწერია და დავხედავ. ეს არის პროგრამა თვითმოტივაცია და თვითდისციპლინა. ეს არის პროგრამა რკინის ნებისყოფა და ეს არის პროგრამა დილის 7 ენერგეტიკული პრაქტიკა. ცალ-ცალკე ეს პროგრამები 100 ლარი ღირს ხოლმე და ახლა 3-ვე პროგრამა ერთად 30 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. თან ყურადღება არ მიაქციოთ, ჩემი შვილიშვილები იქით ოთახში მაურობენ, სახლიდან მუშაობ, მოგეხსენებათ და ეს დასვენების დღეები აქვთ ბავშვებს სკოლაში არ დადიან. მომიტევეთ. ერთი სიტყვით 30 ლარად 3 უმაგრესი პროგრამა და ეს იქნება დაახლოებით 25 ვიდეო. თქვენთვის ჩანაწერებს იძენთ ამ 30 ლარად და თქვენთვის თქვენს ხელსაყრელ რეჟიმში იწყებთ ყურებას და იწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას. საოცარ შედეგებს იღებენ ხოლმე აი ასეთ თითქოს და მოდუნებულ რეჟიმში მუშაობითაც კი ძალდატანების გარეშე. სცადეთ და მიხვდებით რომ ძალიან ეფექტურია ჩვენი პროგრამები. თუ დაინტერესდით, თუ გსურთ თქვენი პიროვნული ზრდის კუთხით იმუშაოთ საკუთარ თავზე, იმისათვის რომ აიმაღლოთ თვითმოტივაცია, შეძლოთ თვითდისციპლინა, რომ აიმაღლოთ ნებისყოფა, მოგწერეთ და შემოგვიერთდით. ვიმეორებ 300 ლარის ნაცვლად სულ 30 ლარად. შავ პარასკევის ფარგლებში რა თქმა უნდა, მე აღარ იქნება ეს შემოთავაზება.